გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე და დღეს ვისაუბრებთ თარიღებთან დაკავშირებულ ფუნქციებზე, კერძოდ today და date ფუნქციაზე. როგორც წინა გაკვეთილებში აღვნიშნეთ, თუ ჩვენ თარიღებს ჩავწერთ სწორი ფორმატით, შეგვეძლება მათზე სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება ან ფუნქციების გამოყენება. Today ფუნქციას რაც შეეხება, ეს ნიშნავს დღევანდელ დღეს და მისი პასუხი ამ ფუნქციის შედეგი არის ყოველთვის დღევანდელი დღე. სინტაქსს რაც შეეხება, მისი სინტაქსი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ უნდა გავხსნათ და დავხუროთ ფრჩხილი, ანუ როგორც ხედავთ, ჩაწერილია ფუნქცია, გახსნილი და დახურულია ფრჩხილი და მისი შედეგი არის დღევანდელი თარიღი. როცა არ უნდა გავხსნათ ჩვენ Excel-ის ფაილი, ამ ფუნქციის შედეგი იქნება იმ დღის შესაბამისი თარიღი. იგი არ არის ფიქსირებული. რაც შეეხება date ფუნქციას, date ნიშნავს თარიღს და ეს ფუნქცია ახდენს სხვადასხვა უჯრედში ჩაწერილი დღის, თვის და წლის კომბინირებას და გადაქცევას თარიღად, შესაბამისად სწორი ფორმატით. ანუ მაგალითად თუ გაბნეული გვაქვს დღე, თვე და წელი სხვადასხვა უჯრედში, date ფუნქციის საშუალებით შეგვიძლია მათი კომბინირება. კერძოდ გავხსნათ dates, მისი სინტაქსით საკმაოდ მარტივია. პირველი არგუმენტი არის წელი, ამიტომ დავდგეთ უჯრედზე სადაც ჩაწერილია წელი. შემდეგი არგუმენტი არის თვე, დავდგეთ თვეზე, ხოლო შემდეგი დღე. დავდგებით დღეზე, დავხურავთ ფრჩხილს და მივიღებთ უკვე კომბინირებულ თარიღს, ანუ 25 ივლისი 2017 წლის. ეს ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როცა თარიღი მოცემულია გახლეჩილი მდგომარეობით და გვინდა მათი შეკვრა ერთ თარიღად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. დაალაიქეთ და გააზიარეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი და გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი. წარმატებებს გისურვებთ.